კახეთში მცხოვრებ მოზარდებს პოპულარული მიმდინარეობა ჰიპ-ჰოპისა და ტანვარჯიშის შესწავლა რეგიონიდან გაუსულელად გურჯაანში, თელავსა და ახმეტაში შეუძლიათ. მოსწავლეებს გაკვეთილებს პროფესიონალი პედაგოგები უტარებენ. ჩვენი სიუჟეტი. გურჯაანში ტანვარჯიში ყველასათვის და ჰიპ-ჰოპის შემსწავლელი სტუდია მოსწავლეებს სიახლეებით ანებიურებს. ამჯერად მასტერკლასების ჩასატარებლად ცნობილი ქორეოგრაფი ანი ჯავახი ჩამოვიდა. მან პატარებს დიდი გამოცდილება გაუზიარა და მათთან ერთად იცეკვა. სტუდია New Life Dance Academy აქტიურად თანამშრომლობს გერმანიასთან და მოსწავლეებს გაცვლითი პროგრამებით კვალიფიკაციის სასამაღლებლად ევროპაში აგზავნიან. ასევე გამორჩეული და ნიჭიერი ტანმოვარჯიშეები და მოცეკვავეები სტუდიის დაფინანსებით სხვადასხვა ფესტივალებსა და კონკურსებში წარმატებით ასპარეზობენ. გურჯაანის გარდა სტუდიას კახეთში ფილიალები თელავსა და ახმეტაში აქვს. 17 წელია რაც ფუნქციონირებს ეს სტუდია. ამჟამად მაქვს 3 ფილიალი თელავში, გურჯაანში და ახმეტაში. 3 წელია რაც გურჯაანის ფილიალი არსებობს. გურჯაანში ფუნქციონირებს ტანვარჯიშის და ჰიპ-ჰოპის ჯგუფი. ხშირად ჩამომყავს ხოლმე ცნობილი მოცეკვავეები მასტერკლასებზე. ბავშვებს 4 წლიდან შესაძლებელი არის მოვიდნენ ჩვენ სტუდიაში და მიიღონ პროფესიონალური ცოდნა. მესამედ ჩამოვდივარ New Life Dance Academy-ში და ძალიან მიხარია ამ სტუდიასთან თანამშრომლობა და კოლაბორაცია. ამჯერად პირველად ვარ უკვე გურჯაანში და აქ ვატარებ ცეკვის მასტერკლასს. ვნახულობ, რომ ძალიან მაგარი თაობა მოდის, ძალიან ნიჭიერი და მიზანდასახული ბავშვები არიან და ძალიან მიხარია, რომ ესეთი აქტივობით არიან დაკავებულები, იმიტომ რომ ცეკვა არის ყველაზე ჯანსაღი სპორტი, რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე, რომ სულ ბედნიერი ხარ, სულ ძალიან აქტიური ხარ, გამოყოფ სიყვარულის ბედნიერების ჰორმონებს და მოკლედ ამ ბავშვებს უკვე ეთყობათ, რომ არიან ძალიან ნიჭიერები, მიზანდასახულები და კარგები, ასე რომ ვთქვათ, და ძალიან მიხარია, რომ ეს სტუდია ესე კარგად აქტიურად ფუნქციონირებს. ჰიპ-ჰოპის სტუდიაში პატარებს 6-დან 18 წლამდე, ტანვარჯიშზე კი 5-დან 16 წლამდე იღებენ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამ მიმდინარეობასა და ტანვარჯიშს პატარებს თავიანთ საქმეზე შეყვარებული პროფესიონალები ასწავლიან. ბავშვები არიან ძალიან მოტივირებულები, მომზადებულები, იმიტომ რომ ტანვარჯიში მარტო ლამაზი კი არა, საკმაოდ სახიფათო და შრომატევადი სპორტია, ამიტომ ვისაც დიდი მოთმინების უნარი აქვს, ალბათ საბოლოო ჯამში ის დარჩება და ბავშვებისთვის კი არა მხოლოდ ბავშვებისთვის, მოზარდებისთვისაც ძალიან საჭირო და აუცილებელია, იმიტომ რომ ტანვარჯიში თვითონ განავითარებს თვითონ სხეულის ფლობასაც, დრეკადობას, იქ კუნთების განვითარებას, ანუ როგორც ლამაზი, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი მიმდინარეობაც შეიძლება ითქვას, რომ არის. სტუდიის მოცეკვავეები ცნობილი მომღერლების კლიპებსა და კონცერტებშიც აქტიურად მონაწილეობენ. ჰიპ-ჰოპის მიმდინარეობა ამერიკაში 60-იან წლებში დაარსდა. იგი თავისუფალი სტილის ცეკვებია, რომელიც ყველაზე უკეთ ეხმარება პატარებს ინდივიდუალიზმის გამოხატვაში. ტანვარჯიში კი ხელს უწყობს ბავშვის გაჯანსაღებას, დადებით გავლენას ახდენს მის აღნაგობაზე. ვარჯიშის დროს ვითარდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა და უმჯობესდება მოტორიკა.